მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების საკითხებისა და სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიების ერთობლივ სხდომაზე 5 საკითხი განიხილეს, რომელიც საგზაო ნიშნებს ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემას და სატრანსპორტო მიმოსვლას შეეხებოდა. დღეს საკრებულოს კომისიაზე იმსჯელეს იმაზე, რომ მალე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 17 ერთეული გზა და ხიდი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს. ასევე კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ ოზურგეთში დოლიძისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში საგზაო ნიშნების განთავსების საკითხი. ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ კოლეგებს იმ ადმინისტრაციული ერთეულების ნუსხა გააცნო, სადაც ავტოსადგურის არარსებობის მიუხედავად თვითნებურად ხორციელდება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანები. როგორც კომისიაზე აღინიშნა, საკითხი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა. პირველი საკითხი, რაც ჩვენ დღეს აქ მოვისმინეთ და განვიხილეთ და შესაბამისი დადებითი პოზიცია დავაფიქსირეთ, ეს გახლავთ 17 ერთეული საგზაო, ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურისა და კონკრეტულად გზებისა და ხიდების გადაცემა მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად სატრანსპორტო დეპარტამენტისათვის. საქმე იმაშია, რომ აქამდე ამ გზებს ექსპლუატაციას უწევდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ამჟამად როგორც აღვნიშნეთ, შესაბამისი სამთავრობო გადაწყვეტილების შესაბამისად ეს უნდა გადაიცეს სატრანსპორტო სამინისტროს, სატრანსპორტო დეპარტამენტს უბრალოდ. ამით გაუმჯობესდება თავად გზების და ხიდების მომსახურების ხარისხი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის აგრეთვე ავტოსადგურების რეგულაციის პრობლემასთან დაკავშირებული პროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ამჟამად მგზავრთა გადაყვანა ხდება სხვადასხვა ლოკაციებიდან. იქ ეს ლოკაციები არ არის შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან, რა თქმა უნდა, შევა როგორც ასე ჯიხურის მგზავრთა მოსასწელების მოწყობა, იქ ადგილობრივი განათების მოწყობა, ხომ არის ზოგჯერ საღამოს საათებში გადის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ან დილას ადრე გადის, ასე რომ ყველა პირობა უნდა შეიქმნას მგზავრთა უპრობლემო და უსაფრთხო გადაყვანისათვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დარგობრივი კომისიების ერთობლივ სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 4 პროექტი განიხილეს, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტია. უახლოეს მომავალში სოფელ ნატანებში 39 და მე-20 ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. ასევე სოფელ მელექედურში მე-4 და მე-14 ქუჩების და ქალაქ ოზურგეთში ფარნავაც მეფის ქუჩების მე-3 ჩიხის რეაბილიტაცია. რეგფონდიდან განსახორციელებელი 4 პროექტის ჯამური ღირებულება კი 6 მილიონი ლარია. სოფელ მელექედურსა და ქალაქ ოზურგეთში ფარნავაზის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტები მოწონებული იქნა და შესაბამისი თანხების მობილიზაციის შემთხვევაში ეს უახლოეს პერიოდში შეიძლება უნდა დავიწყოთ ამ გზების რეაბილიტაცია. ნატანების ცენტრალური ნაწილის იმ მონაკვეთზე, სადაც უშუალოდ განთავსებულია სადგური და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, იქ მიმდებარე ტერიტორიაზე გზები საჭიროებენ სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას და ამ მიზნითაც უკვე პროექტი შემოტანილია, მოწონებული იქნა ეს პროექტი და მას ალბათ ასევე როგორც სხვა პროექტებს მის განხორციელებას შეუდგება უახლოეს მომავალში. დიდთვალობამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა. ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ამ დროისთვის მუშაობს ზარალის შემსწავლელი კომისია, რომელიც შესაბამის დასკვნას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დიდთვალობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფენ. დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება. აღნიშნული ინფორმაცია ლანჩხუთის მერიისგან მივიღეთ.
რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, აქაც უხვი ნალექისგან გამოწვეული ზარალი მასშტაბურია, თუმცა ზუსტი ოდენობა არ არის დათვლილი. აქაც შესაბამისი კომისია მუშაობს და უახლოეს პერიოდში დადგინდება. გურიაში თებერვლის თვეში აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასური მოსალოდნელზე მეტი ან ნაკლები დაერიცხათ. როგორც აღმოჩნდა, თებერვალში დიდწლოვობის გამო კომპანიების თანამშრომლების მიერ მრიცხველებთან ჩვენების აღება ვერ მოხერხდა. ამიტომ გადასახადის სხვადასხვა პრინციპით გამოითვალა. სოკარ ჯორჯია გაზმა გასული წლის თებერვლის თვის ჩვენებებით ისარგებლა და აღნიშნულ აბონენტებს წელს ბუნებრივი აირის ის საფასური მიუვიდათ, რომლებიც გასული წლის თებერვალში მოიხმარეს. როგორც ხელხაზზე განაცხადეს, ამჟამად მისული დავალიანების გადახდა ამ თვეში სავალდებულო არ არის, რადგან არავის შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება, ვინც გადახდას ვერ მოახერხებს. მარტის თვისთვის დაზუსტება თებერვლის და მარტის ჩვენებები და მარტში ორივე თვის გადასახადი ერთად დაირიცხება. რაც შეეხება ენერგოპრო ჯორჯიას, როგორც ხელხაზზე განაცხადეს, კომპანიამ შეფასებითი ჩვენებით ისარგებლა და აბონენტებს გადასახადი სწორედ ამ პრინციპით დაერიცხათ. კომპანიის თქმით, ცნობილებები მარტისთვის გადასახადისთვის გასწორდება. ზედმეტის გადახდის შემთხვევაში თანხა ბალანსზე დარჩება. ნაკლების გადახდის შემთხვევაში კი აბონენტებს საფასურის შევსება მოუწევთ. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს პლატფორმის ქართული განათლება საფრთხეშია წარმომადგენლები. პლატფორმის წარმომადგენლები დღეს უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს. როგორც პლატფორმის წარმომადგენელი პროფესორ მასწავლებლები აცხადებდნენ, მათ არ ესმით თუ რა მოტივით შესაძლოა შეუწყდეთ სტუდენტებს სტატუსი. როგორც შეკრებილებს უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა განუცხადა, ისინი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უნდა დაუკავშირდნენ, რათა ადმინისტრაციასთან შეხვედრის ორგანიზება მოხდეს. დაცვამ გითხრა, რომ მას არ შეუძლია რექტორთან უშუალოდ დაკავშირება და შესაბამისად ის უკავშირდებოდა თავის უფროსობას და საბოლოოდ მივიღეთ მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სამუშაო ტელეფონის ნომერი და პლუს რადგან დღეს არ არის სამუშაო დღე, ჩვენ მოგვიწევს ხვალ დილას 10 საათზე, როდესაც ისინი სამსახურში მოვლენ, მათთან დაკავშირებენ და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შეგხვდებიან, იმიტომ რომ ყველას გვაღელვებს რა ხდება აკადემიურ საზოგადოებაში. წარმოდგენა მაქვს, რა სახის წესდება იქნება თეატრალურ უნივერსიტეტს და აქედან გამომდინარე ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია, მართალია ჯერ არ მინახავს რის საფუძველზე მიიღეს ასეთი რეკომენდაცია და რის საფუძველზე აპირებს ადმინისტრაცია შეუწყვიტოს, არათუ შეუჩეროს, შეუწყვიტოს სტუდენტებს სტატუსი, რაც გარიცხვას ნიშნავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის, რაც არ უნდა არგუმენტი იყოს, იქ უკანონო ქმედება, რომელზეც პასუხი მოეთხოვება როგორც საბჭოს, ისე ადმინისტრაციას. ქართული ოცნების კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამჯერად ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხება, შეფასებების თემა გახდა პოლიტიკურ სპექტრში. ახალი კანონპროექტის ინიციატივას დადებითად აფასებს ოპოზიციის ნაწილი. პარტია გირჩი კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ისედაც უმკაცრესი ნარკოპოლიტიკაა და მისი კიდევ უფრო გამკაცრება ფაქტობრივად შეუძლებელია. პარლამენტში უკვე წარდგენილია 8 სხვადასხვა კანონში განსახორციელებელი ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკებთან, მათ შორის მცირე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გამოყენებისთვის სასჯელი მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკების, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ჩვენი ნარკოპოლიტიკა იმდენად კაცრია, რომ ის გამკაცრება უკვე შეუძლებელია. ფაქტობრივად იმ დანაშაულებებზე, რაც ბატონო დინარაძემ თქვა, უკვე სამუდამო პატიმრობამდეც კი არის სანქციები შემოღებილი. ანუ რეალურად დარჩა მხოლოდ ის, რომ სანამ ადამიანს ციხეში გაუშვებ, ხელფეხები დააჭრა და ისე გაუშვებ, თორე თუ შეიძლება ჩასვა 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა მიუსაჯო და მე ეს იცლება 12 წლით სასჯელით, არაფერი არ შეიძლება. უბრალოდ ეს არის უცოდინო რამ მორჩილზე, მის ემოციებზე თამაში. ცხადია, რომ ნარკომოვაჭრეების მიმართ სანქციების გამკაცრება არის
საჭირო, კარგი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია სანქციების გამკაცრებასთან ერთად უფრო ეფექტური პოლიტიკა ნარკომოაჭრების წინააღმდეგ, რომ ისინი თავისუფლად დათარეშობდნენ და არ წამლებდნენ ჩვენ საზოგადოებას. ჩვენ არა ვართ ჩინეთის მოსახლეობის ერი, რომელიც საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ჩაატარებს. და მაგალითად ვიტყვით, რომ არაფერი დიდი უბედურება არ იქნება, თუ ქვეყნის მოსახლეობის 30% დაიწყებს ან 40% დაიწყებს ნარკოტიკების თავისუფალ მოხმარებას. იმდენად მცირე რიცხოვანი ერი ვართ, რომ ასეთი ექსპერიმენტი დამთავრდება ჩვენი გაქრობით. ამიტომ უნდა მივიღოთ საგანგებო ზომები. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ჩვენ როგორ ამოვქოლოთ ყველა ის გზა, რომელმაც შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს ჩვენი მომავალი. ამერიკელმა სენატორებმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯინ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შახინმა კიდევ ერთხელ წარმოადგინეს მეგობარი აქტი. მეგობარ აქტში ნათქვამია, რომ საქართველოს მეგობარი მთელი მსოფლიოდან შოკირებული არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ავტორების აზრით, ეს კანონპროექტი ძლიერი გზავნილია, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქართულ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის და მისცემს ამერიკის შეერთებული შტატების ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს საკუთარი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობა აღადგინონ. მოხდება იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც აქტის ავტორების მტკიცებით საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება. მეგობარი აქტის ხელახლა დაინიცირება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ძალიან მჭიდრო კავშირი არსებობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მეგობარი აქტს ექნება ორპარტიული მხარდაჭერა დემოკრატების და რესპუბლიკელების და ეს თავის მხრივ ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მხარდაჭერას. თუმცა შეუძლებელი არის არალეგიტიმურ ქართული ოცნების პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და განახლება. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ჩვენს ქვეყანაში შეიცვლება არალეგიტიმური ხელისუფლება. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, ძმაკაცობის, ნათესავ დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვა. ესეთი აქტი ინიცირებული იქნება განსაკუთრებით იმ ადამიანების მიერ, რომელიც არის რიში და შაჰინი, რომელსაც პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ და ამ ზიზღის ფონზე რომ აინიცირებენ სხვადასხვა აქტებს და მათ შორის ეს ადამიანები ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში მართულ ჯაშუშებს და აგენტურას, რომ მე ისაუბრონ, ისევ და ისევ ამ აქტზე თითქოს რაიმე ხდება და რაღაცა კატასტროფული ბოლონები არის, არ აქვს ამას არავითარი მნიშვნელობა ჩვენთვის. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტისას ხაზი გაუსვა უკრაინის მოკავშირეების როლისა და მზაობის მნიშვნელობას, გაგზავნონ ჯარები უკრაინაში, რათა უზრუნველყონ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დაცვა, რომელიც რუსეთთან შესაძლოა მიღწეულ იქნას. ორი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი უკრაინული არმია და უკრაინაში სხვა არმიების, როგორიცაა ევროპისა და შეერთებული შტატების, ჩვენი პარტნიორების განლაგება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან ეს საკითხი განიხილა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, თუმცა ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვა ამ მოლაპარაკებებს. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანს ზელენსკისთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, თურქეთის ლიდერი ასევე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. თუმცა ნატოს რიგებში თურქეთის არმია სიდიდით მეორეა, რაც ანკარას უკრაინის მხარდაჭერისთვის ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს. თუ მხარეები შეთანხმდებიან, თურქეთმა შესაძლოა სამხედრო ოპერაციებში გაგზავნოს თავისი ჯარები. რატომ ვამბობ ამას? თურქეთი უკვე მონაწილეობდა გაეროს მრავალ სამშვიდობო ოპერაციაში და თურქეთის არმია ძალიან ძლიერია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამორიცხა უკრაინაში ნატოს სამშვიდობო ძალების განლაგება, თუმცა თურქეთის არმიის როლი ევროპულ უსაფრთხოებაში შესაძლოა გაიზარდოს იმ ფონზე, როცა შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებმა გააძლიერონ თავისი უსაფრთხოება, რათა ამერიკამ შეძლოს ყურადღების გამახვილება იმ რეგიონებზე, სადაც დიდი საფრთხეები არსებობს. თურქეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებულმა ვითარებამ გაართულა მისი ურთიერთობები ევროკავშირთან. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიმართ გაზრდილი შეშფოთება უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის საერთო საფუძველს ქმნის.
თურქეთსა და ევროპულ ქვეყნებს აქვთ ერთი და იგივე გეოსტრატეგიული ინტერესები. თუ თურქ პოლიტიკოსებს კითხავთ, მათთვის მთავარი საფრთხე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის რუსეთია. ევროპის ლიდერები განიხილავენ კონტინენტზე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. იმ ფონზე, როდესაც თურქეთის არმია ბევრ ევროპულ არმიაზე დიდია, ანკარა აცხადებს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროპის თავდაცვაში. ევროპელი მოკავშირეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ თურქეთის გარეშე შეუძლებელი იქნება ევროპული კონტინენტის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვა. და თუ თურქეთი მზად არის მხარი დაუჭიროს ამ ევროპულ უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, ეს მნიშვნელოვანია. თურქეთის შეერაღებული ძალები დაახლოებით 800,000 სამხედროს მოიცავს, მათ შორის რეზერვისტებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ევროპელი ლიდერების მიერ თურქეთისთვის შეიარაღებაზე შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება ნიშნავდეს ურთიერთობების დათბობას. ანკარა ცდილობს თავისი არმიის მოდერნიზებას, რაც მისი თქმით, მთელი ევროპის ინტერესებშია. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.